გამარჯობა ბავშვებო, ქალაქში ძალიან უცნაური რამე ხდება. მაგრამ შეხედეთ, რა მაქვს აქ. ეს საიდუმლო ამანათია და მასში საგანძურია, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა არის. ახლა ერთად გავარკვევთ, თუ რა არის შიგნით. ვაუ, შეხედეთ, ეს კვერცხია. ის ოქროსია. რაღაც მოძრაობს, საწოლში წავიღებ და გავათბობ. გამარჯობა პეტი, რა გაქვს მან? არაფერი, მართლა. ხედავ რომ რაღაცას მალავ, გაჩვენებ, მაგრამ დამპირდი იცოდე რომ არავის არ ეტყვი. კარგი, არ ვეტყვი. ეს კვერცხია? ქათმისა? ის ძალიან ღირებული და ძვირიანია. მაშინ გაყიდე, მოდი რეკლამისთვის სულათი გადავიღოთ. არავითარ შემთხვევაში, ამაზეც კი არ არის. არ უნდა მეჩვენებინა შენთვის. ასე ჯობია, აი ახლა გათბები. ნუ ღელავ, არაფრის სანაცვლოდ არ გაკიდი. გაიგე ახალი ამბავი? რა ამბავი? ქალაქში ნაპრალი გაიხსნა და მისგან ყველანაირი ურჩხული გამოდის. არ გამიგია, მაგრამ არც მიგვირს. ქუჩებში უცნაური რაღაცეები ხდება, ასე რომ ფრთხილად იყავი და უმჯობესია გარეთ არ გახვიდე. მეგობრებს უნდა დაბურეკოთ და გავაფრთხილოთ. წავალ, ბეტის ვეტყვი. კარგი, ზომით თუ ვიმსჩელებთ, ეს პტეროდაქტილია. ჩერი, რატომ შემოდიხარ ასე? რა იყო, საიდუმლო გააქვს? არა, დასამალი არაფერი მაქვს. ნიშნულოვანი ამბის საქმნად მოვედი. ქუჩებში მონსტრები და ხეტიალობენ, ამიტომ ფრთხილად იყავი. კარგი, გავიგე. ახლა წადი. რატომ იქცევი ასე უცნაურად? ჩერი, უნდა წახვიდე და ნუ შემოხვალ კარზე დაგაყუნების გარეშე. რა სჭირს პეტის? როგორც ჩანს რაღაცას მალავს. არ ვიცი, იქნებ დაიღალა, როგორც კი ყველაფერი დამთავრდება, ერთად წავალთ კინოში. შევთანხმდით. კარგი, 12 საათია, კვერცხი თბილია, მოძრაობა მესვის, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. როდესაც პატარა გამოიჩეკება, მას საკვები დასჭირდება, მომზადება მჭირდება, დაასახელებ ფრინველთა 3 სახეობა: მტრედი, ბეღურა, ყორანი. ბეტი, რა იყო? რა საკეთებ? არაფერს, ბავშვებო. რას და კუნთოვან მასას ვიმატებ? სპორტ დარბაზში ჩაეწერე? არა. კარგი, ჯერ მასას მოვიმატებ და შემდეგ ვარჯიშს დავიწყებ. თუ ამ ყველაფერს შეჭამ, გასკდები. ვიცი, რასაც ვაკეთებ. ბეტი, სასაცილოა. მან ინტერნეტში ყველა ლაიფჰაკი წაიკითხა. ჩემი საყვარელი ძეხვი წაიღო. უკან უნდა დავიბრუნო. აი, მოგიტანე. იმედია ამას შეჭამ. ბეტი, რა შეგჭირდება ამდენი საჭმელი? მე ხომ უკვე გითხარი. ბეტი, ეს კვერცხი ნამდვილია? რამე გამოიჩეკება? ამელია, უბრალოდ არავის უთხრა. არ გიფიქრია, რომ შიგნით ნიანგი იქნება? თუ ნიანგია, ზოოპარკში წავიყვან, ყველაფერი კარგად იქნება. როცა პატარაა, ვერაფერს ვერ დაგიშავებს. მაგრამ თუ რამე უცნაურს შეამჩნევ, მაშინ მე მითხარი. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებო, ეს კვერცხი ჟუანტელს მიulis. ვაუ, ეს ნახეთ? ეს ნამდვილად ჯადოსნური კვერცხია. ეს ჭექაქუხილია? ძალიან ხმამაღალია. რა არის ეს? რა ნახე იქ? ახახანცა წითელი იყო და საშიში იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი იმუცნაური ბზაის ბრალია. იმედია მალე დახურავენ. გაიგონეთ? ის ხმაურობს, ხმებს გამოსცემს. ეს კარგია, ასე რომ ის მალე გამოიჩეკება. მსგავსი არაფერი მინახავს. ვერ ვითმენ მის გამოჩეკას. მიდი, პატარავ. ვაუ, ეს რა იყო? ის გამოიჩეკა. პატარავ. სათხარ? ვინ ხარ შენ? კარგი, აი, ეს შეჭამე. ყველაფერი ერთ წამში შეჭამე? მეტი საკვები გჭირდება. ბეტი. ძეხვი ზედმეტად შეჭამა. დააფეთქდა? ბეტი,
სად იმალები? ხუმრობა? ის უბრალოდ ყვიროდა და ახლა წავიდა. ის არ იმალება, ის ნამდვილად არ არის აქ. შანსი არა, სახლი გავჭრიგოთ, ეს ალბათ ხუმრობაა. ის არსად არის, ყველა სამალავი შემამოწმე, საიდუმლო ოთახიც კი, აქ რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვიპოვიდი. დამალობანეს ოსტატი ვარ. რა მოხდება თუ გარეთ გავიდო და იმ საშინელ ნაპრალში ჩავარდა? ის სახლში იყო, აქ ნამდვილად არანაირი ნაპრალი არ არის. ვიწყებ იმაზე ფიქს, თუ რა შეიძლება მომხდარიყო. ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა? ან იქნებ მას უცნაური ნივთი ჰქონდა? კარგი, რაღაც ჰქონდა, მაგრამ ეს საიდუმლო არის. საიდუმლოებების დრო არ არის. ბეტი რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ. კარგი, მან სახლში უცნაური კვერცხი მოიტანა. კვერცხი? სად არის? არ ვიცი. თავის ოთახში წაიღო. ეს კვერცხი, საიდან იშოვა იგი? მან მხოლოდ ის თქვა, რომ ის ძალიან ღირებული და იშვიათია. ეგ კვერცხი რაღაცას მახსენებს. ჩერი, ნუ მეტყვი რომ საშიშია. გავიხსენე. კი, ესაა, ბედისაც იგივე ჰქონდა. ცუდი ამბავია. ეს დემოგორგონის კვერცხია. ვისი? მურჩხულის კვერცხი, რომელიც ნაპრალიდან ამოძვრა. საშიშია. ჩერი, რომ ცოდნოდა, მაშინვე გეტყოდი. სად არის ბედი? არ ვიცი, მაგრამ უარესისთვის უნდა მოვიმზადოთ. არა, ჩვენ მას ბოლომდე მოვუძებნით. აი ბედის დღიური, იქნებ დაგვეხმაროს. ნახე, დაკარგული პირის შესახებ განცხადება დავწერე. ამ დღიურში ვერაფერს ვერ გავიგებთ. ბეტიმ რაღაც კოდით დაწერა. ის ჩვენგან რაღაცას მალავდა. რა ხდება? ნატურები უნდა შევცვალოთ. ახლავე. სადა? ახლა არ უნდა ციმციმებდეს. დავუბრუნდეთ დღიურს. შეგვიძლია კოდის გატეხვა ვცადოთ, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ჩერი, ახლა გამახსენდა, რომ ბეტი ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცეოდა. კი, ახლა მეც მივხვდი ამას. რა არის ეს? არ ვიცი. ნატურა ხომ ახლახან შევცვალე. ეს ნატურა არ გაწუხებს? გონი რაღაც მიზეზის გამო ციმციმებს. იქნებ მეტი ცდილობს ჩვენთან კომუნიკაციას? ბეტი, აქ ხარ? თუ კი, ერთხელ გარანათე. ბეტი, სად ხარ? მას არ შეუძლია პასუხის გაცემა. ერთხელ აანთე, თუ სახლში ხარ. ორჯერ აანთე, თუ სახლში არ ხარ. რას ნიშნავს ეს? არ ვიცი, მაგრამ უკვე თავის ტკივილი მეწყება. იდეა მაქვს. ფიქრობ, რომ ეს გამოვა? მოგვიწევს ვცადოთ. ტესტირება. ბეტი, თუ გესმის ჩვენი, მწვანე შუქი აანთე. ამან იმუშავა. კარგი. ბეტი, თუ საფრთხეში ხარ, წითელი შუქი აანთე. ჩვენ სწრაფად უნდა გადავარჩინოთ იგი. როგორ შეგვიძლია შენი გადასჩენა? ყუთი? კარანდაში უცნაური ყუთი დავინახე. აქ მოიტანე. ბეტი, რა შარში გაეხვიე? ჩაკეტილია. როგორ გავხსნათ? ბეტი. ლაიკი? გასაგებია, ნახურებლებმა ვიდეო უნდა დაალაიქონ, რომ ყუთი გაიხსნას. სწორია, მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება. დაალაიქეთ ეს ვიდეო. თქვენი ლაიქი იყოს ეს ჯადოსნური რამ, რაც ყუთს გახსნის. ჩვენი მეგობრის ბედი ამაზეა დამოკიდებული. ვაუ, რამდენი ლაიქია. მადლობა ბავშვებო, ყუთი ჯერ არ გახსნილა. მიდით ბავშვებო, თქვენს გარეშე ვერ შევძლებთ. ამან იმუშავა. მეგობრებო, თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ. მადლობა. აი მისი ნივთები, აიღე ისინი, ჩვენ მათ გადავხედავთ. რა უცნაური დროშაა, ეს მონსტრებზე მონადირეთა კლუბია, არ მსმენია ამის შესახებ. მეგონა ის რაღაც სერიალიდან იყო. ბეტი, მონსტრებზე მონადირე კლუბში იყავი? გასაგებია, ამ ჩვენმა მეგობარმა არაფერი არ გვითხრა. რა არის ეს ყველაფერი? შეხედე, ეს ჩვენი მისაღები ოთახია, ეს კი სამზარეულო. როგორც ჩანს, ეს ჩვენი სახლია. უბრალოდ თითქოს მის ქვეშ სხვა სახლია. რატომ სჭირდება ბეტის ეს უცნაური რუკა? ნახოთ კიდევ რა არის ყუთში. ეს ვისი საყვარელი გულსაკიდია. მან თქვა, რომ ის სახლისკენ მიმავალ გზას აჩვენებს. მეც მახსოვს. ის იმ მონსტრებზე მონადირე კლუბთან არის დაკავშირებული? გაიკეთე. გონია რომ ეს დაგვეხმარება. როგორი სათამაშოა ეს? ბავშვობის სათამაშოებია? ბავშვებო, შეხედეთ, ისინი თავისით ანათებენ. რა არის ეს ჯადოსნური ხტუნავილობიო?
დემოგორგონის საწინააღმდეგო. დემოგორგონი ეს ის არის, ვინც ნაპრალიდან ამოდის. იმედია ისინი არ დაფჭირდება. მაგრამ ამის აღება საშინელებაა. შეხედე, აქ რაღაც წერია. ხოლო ექსტრემალურ შემთხვევებში გახსენით. საშიშია, კარგი ბავშვებო, გავხსნათ? თუ თქვენს გაინტერესებთ, მაშინ დაწერეთ. რა არის ეს? ჩვეულებრივი ლაზერია. არაფერი საინტერესო. ეს ნაპრალია, ჩვენს სახლამდეც მოვაღწია. გაიქეცი. ჩვენ სახლში ურჩხულია. შეიძლება მაჩვენებლის გამო იყოს? ნამდვილად დემოგორგონია. მისი ყვავილის თავი დავინახე, როცა გავიქეცით. საიდან იცი როგორ გამოიყურება? Stranger Things-ი 5-ჯერ მაქვს ნანახი. 5-ჯერ, გესმის? დემოგორგონი მტაცებელია ქვესკნელიდან. მომიყევი, რაც იცი. ის მსხვერპლს ხმითა და სუნით პოულობს. თუ ის ჩვენს ხმას გაიგებს, კედელს ქაღალდივით გახლეჭს. ამის წამოღება მოახერხე. ჩანაწერში წერია დემოგორგონის საწინააღმდეგო. ბავშვებო, ეს ჩვენი ერთადერთი შანსია. ის მისაღი ოთახში დადის და ჩვენ გვეძებს. მოусმინე გეგმას. მოკლედ გეტყვი. დემოგორგონი რეაგირებს ხმაურზე. შეგვიძლია აქ მოვიტყუოთ და ამით შევუდიოთ. რა მოხდება თუ არ იმუშავებს? ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბავშვებო, თუ ახლა გავუქრებით, იცოდეთ რომ ყველაფერი გავაკეთეთ. კომენტარებში დაწერეთ, გააგდეთ, რომ გაგვიმართლოს. ის უკვე კიბეებზეა. მურემზადე. იმუშავა. ნაპრალი გაქრა. და ბეტი, სად უნდა ვეზებოთ ის? ბეტი, უფსპულში მოხვდი? მაშინ ჩვენ შესმოსაძებნად ნაპრალში ჩავალთ. ბეტი მართალია. იქ ბევრი მონსტრია. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ბეტი, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? ტელეფონი. ეს ბეტის ტელეფონია. ზარების ისტორია. ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი. დაურეკოთ ამ კლუბს. მოვიდნენ და ყველაფერი მოაგვარონ. გამარჯობა. გამარჯობა, ბეტი. კვერცხი როგორ არის? ეს ხომ ბეტის ტელეფონია. სად არის ის? ბეტი, შენი კვერცხის გამო გაუჩინარდა. სწრაფად მოდი და გამოიყვანე, თორემ ჩვენ თვითონ მოგძებნით. ახლავე მოდი აქ. დამშვიდით. საერთოდ არ მეგონა რომ ის გამოჩეკავდა. ეს უბრალოდ კლუბისთვის ხუმრობა იყო. ხუმრობა? დემოგორგონი ჩვენ სახლში დარბის. ასე რომ ბეტი ახლა ქვესკნელშია. ქვესკნელში? ქვესკნელი თქვენს ქვეშ არსებული პარალელური რეალობაა. ყველაფერი თავდაყირაა. იქ არის ცეცხლები, შავი ხვრელები და ურჩხულები. და ბეტი, როგორ არის? ბეტი ახლა ნაპრალშია. ეს ობობას ქსელს გავს, მაგრამ ცოცხალია. თუ არ გამოიყვანთ, ერთ დღეში ერთ-ერთ მათგანად გადაიქცევა. ხომ მიხდით, ერთ-ერთი მათგანი. ოთახში ისევ ნაპრალია. ახალი ბზარი გაჩნდა. ნუ ჩავარდებით პანიკაში, აიღეთ ფართო ლენტი და ჯვარედინად შეაწებეთ. ასია მთელი ჩვენი სარდაფი ერთად შეკრული. ნორმალურია? დიდად სანდოთ არ ჟღერს. როგორც სიტყვის ისე მოვიქცევით. სხვა გზა არ გვაქვს. იმუშავა. ჯერჯერობით. მაგარია, ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველა ნაპრალის სამუდამოდ დასახურად და ბეტის გამოსაყვანად ზრდასრული დემოგორგონის ლორწო გჭირდებათ. ეს პორტალებისთვის განკუთვნილი სუპერწებო არის. სად შეგვიძლია მისი შოვნა? მე მაქვს აქ ბოლო ბოთლი. ახლავე მოიტანე. არა, მან დარმოვალ. ერთხელ ყინაღამ შემჭამეს. მირჩევნია კურიერით გამოგიგზავნოთ, მაგრამ ეს უფასო არ იქნება. რა ღირს? ამ ვიდეოზე 10,000 ლაიკი იქნება საჭირო. ახლავე. გთხოვთ 10,000 ლაიკი და ჩვენ ბეტის გადავარჩენთ და ალაიქეთ ვიდეო ახლავე. თქვენი ყოველი ლაიკი ჩვენი მეგობრის დაბრუნების შანსია. თქვენზე ვართ დამოკიდებული. როგორც კი 10,000 ლაიქს მიაღწევთ, კურიერი გზაში იქნება. პლუს ინსტრუქციები, თუ სად უნდა გახსნათ უსაფრთხო პორტალი ბეტისთვის. Yes! კურიერი წამოვიდა. ის 15 წუთში თქვენთან იქნება. ინსტრუქცია ყუთშია.
წარმატებები, ბეტი მაგარი გოგოა და უნდა გადაარჩინოთ იგი. დიდი მადლობა. ახლა ამანაც ველოდებით და ბეტის სახლში სასაყვანად ვემზადებით. ეს უშხულებზე მონადირეები სრულიად უსარგებლოები არიან. საწყალი ბეტი, რაში გაყო თავი? დრო არ მაქვს. ბეტი, გესმის ჩვენი? იპოვეთ ბავში, ის დაგეხმარებათ. დიდი ნაპრალი არ გახსნათ. რას გულისხმობ? ოღონდ ეგარა. სასტრაფოდ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. მან თქვა რომ ბავში უნდა გვეპოვა. რა ბავშვი? იქნებ ეს ვიღაცის მეტსახელია? როგორ მოხდი აქ? მოიცადე, ის პატარაა. ეს ბეტის კვერცხიდანაა. მას ბეტის სამაჯური აქვს. ეს ის იყო, ის ბავშვი, რომელზეც საუბრობდა. კარგი. და ის დაგვეხმარება? გამარჯობა. შენ ის ბავშვი ხარ, ხო? მას ესმის? შეგიძლია დაგვეხმარო ბეტის პოვნაში? ის თანახმაა თუ არა? მე ასე ვფიქრობ. მე მგონი კი, ახლა კი შურდული გადააგდე. კურიერი ალბათ უკვე მოსულია. რა ფეთქება იყო ეს? სად არის ბავშვი? არა. ჩერი, ბურთი აფეთქდა. რატომ დატოვე აქ? როგორ გადავარჩინოთ ბეტი ახლა? შენ გაარკვიე, ეს შენს გამო მოხდა. უბრალოდ ბურთი ძირს დავაგდე. ჯანდაბა. არ მეგონა რომ შეხებისას აფეთქდებოდა. რა შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ? ნახოთ რა გამოაგზავნა კლუბმა. შეხედეთ ბავშვებო, ეს დემოგორგონის ლორწოა. ეს ამაზოზენია. შემთხვევით არ დალიო. და ეს არის მოწყობილობა. აი ინსტრუქციები, როგორც მან დაგვკვირდა. ინსტრუქციები ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბიდან. აიღეთ ჩარჩოები ორივე ხელში, შემოიარეთ სახლი და დასვით კითხვა, სად არის ბეტი ქვესკნელში? ჩარჩოები გადავკვეთეთ წერტილს, რომელიც პირდაპირ თქვენს ქვემოთაა. გამოიყენეთ ლაზერული მაჩვენებელი ნაპრალის გასახსნელად. დაიწყეთ, სად არის ბეტი ქვესკნელში? ირიქ. ბეტი აქ არის. ლაზერული მაჩვენებელი უნდა ავიღოთ და ნაპრალი გავხსნათ. გაჩერდი. ბეტიმ თქვა რომ დიდი ნაპრალი არ გაგვეხსნა, მაგრამ კლუბის ინსტრუქციებში შენ იპოვე ვინმე, ვისაც დაუჯერებდი. ეს კლუბი ლუზერების ხროვაა. ჩვენ გავხსნით ნაპრალს და ურჩხულები გამოვლენ. მართალი ხარ. ერთი იდეა მაქვს. ცადოთ დრომის გაშვება პატარა ნაპრალში და ვნახოთ რა არის შიგნით. რატომ არ მოვიფიქრეთ ეს მაშინვე? კარგი. მეგობრებო, ახლა ჩვენ გავარგოთ რა ხდება ქვესკნელში. ნაპრალში მიფრინავთ. შეხედე, ეს ჩვენი მისაღები ოთახია. უბრალოდ საშინელია. საზიზღრობაა. მართლა ჩვენი სახვის ქვეშ არის ასეთი რამე? საწყალი ბეტი, ის ახლა სადღაც გარეთაა. ოქტისში უნდა გავფრინდეთ. ის იქ უნდა იყოს. შეხედე, ეს კოკონია. ბეტი შიგნითაა. ირგვლივ ურჩხულები არ არიან. გავრისკოთ ნაპრალის გახსნა და ბეტის გამოყვანა? გოგოებო, თქვენ ხართ? ბეტი, გესმის ჩვენი? ჩვენ აქ დრონით მოვფრინდით. მალე გადაგარჩენთ. იჩქარეთ. ჯობია გაფრინდეთ. ჩვენი დრონი. კომუნიკაცია დაიკარგა. ფიქრის დრო არ არის. ახლავე გახსენით ნაპრალი. მოიტანე ბურთები. მოიცა. შიგნით შევალთ. გახსოვს როგორ თქვა ბეტიმ, რომ ეს მას სახლში მიიყვანდა? კარგი, ნაპრალში ჩავყრით და ის დაბრუნდება. გზად ხარ? იქ უამრავი მონსტრია. სწრაფად, პორტალი უნდა დავხუროთ, თორემ ისინი შემოვლენ. ჩვენ ეს შევძელით, ბეტი გამოვიყვანეთ. ეს ნაპრალი საშინლად გამოიყურება. ბეტი, ისუნთქე. ცოცხალი ვარ? ძლივს გამოგიყვანეთ. ყველაფერი კარგად დასრულდა. არა, გოგოებო, ჯერ არაფერი არ იგზე. ბეტი, აგვიხსენი, რა ხდება? ეს რა კლუბია? რატომ აიღე ეს კვერცხი? ველოდებით განმარტებას. ახლა მე შუკურა ვარ. შუკურა? ბეტი, რა გჭირს? თან მიწისქვეშა სამყაროს ნაწილი წამოვიღე. ჩვენ დაგეხმარებით. უკვე გვიანია. რა ხდება?
ის უკვე ახლოსაა. ჯობია უკან გამაგზავნოთ. სწრაფად, გააღეთ ნაპრალი. რა? ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. მე ამას ვერ ვაკონტროლებ. ბეტი, იბრძოლე. შენ ამაზე ძლიერი ხარ. რა ხდება? ბეტი, არაფერი სისულელი არ ჩაიდინო. სად არის ის? ის წავიდა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა ვიპოვოთ იგი. მარტო ვერ ვიპოვით. შეუერთებით ჯოჯოხეთის ცეცხლოვან კლუბს. ბეტის გადასარჩენად მოსწრებთან ვიბრძოლებთ. მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. წინ რთული ბრძოლებელის იმედია კიდევ გნახავთ. ნახვამდის ყველას!